და გესაუბროთ ელექტრონულ ჟურნალში შეტანილ ერთ პატარა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებაზე. გადავიდეთ უშუალოდ ამ ცვლილების განხილვაზე. თუ კი გადავალთ ელექტრონულ ჟურნალზე, სადაც აღვიწყავთ მოსწავლეთა დასწრებას, დააკვირდით ეკრანს და დააკვირდით წითელ ჩარჩოში მოქცეულ ამ ნიშანს. ეს ნიშანი გულისხმობს იმას, რომ მოცემული ერთ-ერთი მოსწავლის დასწრების გრაფაში შეტანილია ცვლილება. აი ეს ფანქარი, ეს ნიშანი ნიშნავს რედაქტირებას, ჩვენს ელექტრონულ ჟურნალს დაემატა რედაქტირების ფუნქცია. თუ ამ ნიშანს დავაწყაპებ, გადავალ კორექტირების, ანუ იგივე რედაქტირების ისტორიაზე. თქვენ ხედავთ, რომ მასწავლებელმა დაუწერა მოსწავლეს არა, სავარაუდოდ შეცდომით და მას შემდეგ, რაც ნახა, რომ ეს არა იყო შეცდომით დაწერილი, გაასწორა და წაშალა არა. კორექტირების ისტორიაში ჩანს მოსწავლის სახელი და გვარი, გაკვეთილი, რომელ საათზე მიმდინარეობდა, თავდაპირველად დაწერილი დასწრების აღნიშვნის თარიღი და შემდეგ კორექტირების თარიღი. იგივე ფუნქცია, ანუ კორექტირების ისტორია დაემატა ასევე ნიშნების დაწერასაც. დააკვირდით ამ ნიშანს. როგორც ატყობთ, მითითებულია, რომ ნიშანი დარედაქტირებულია. გადავიდეთ და ვნახოთ. ნიშნებში თქვენ ხედავთ, რომ რედაქტირების გარდა გამოჩნდა ისტორია. თუ დავაწყაპებ ნიშნის ისტორიას, მე ვნახავ, რომ მოსწავლეს თავიდან ეწერა ცხრიანი, რომელიც წაიშალა და დაიწერა 10-იანი. მითითებულია თავდაპირველი ნიშნის დაწერის თარიღი და მითითებულია კორექტირების თარიღი, რა თქმა უნდა, ავტორის სახელისა და გვართან ერთად. ეს ნიშნის დაწერა და ცვლილება განხორციელდა ერთდროულად, იმისათვის, რომ ეს ვიდეო ჩამეწერა, აქვე გეტყვით. გაითვალისწინეთ ის, რომ ელექტრონულ ჟურნალში რედაქტირების ფუნქცია არსებობს იმისთვის, რომ შეცდომით დაწერილი გაცდენა ან შეცდომით დაწერილი ნიშანი შევასწოროთ, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ შესწორებების ისტორიები უკვე ფიქსირდება და თუ საეჭვოდ მოხდა ერთი და იგივე მოსწავლის ნიშნების კორექტირება, მაგალითად სემესტრის ბოლოს ან წლის ბოლოს, ეს იქნება ეჭვის საფუძველი, რაღაცა მიზნით ხომ არ მოხდა მოსწავლის ნიშნების ცვლილებები. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი წინასწარ რომ იცოდეთ და პრობლემები არ შეიქმნათ თავად თქვენს და არ შეუქმნათ მოსწავლეებსაც პრობლემები. ამ ვიდეოს საშუალებით მინდოდა ეს ცვლილებები გამეცნოთ თქვენთვის, იმისათვის, რომ ზედმეტი პრობლემები აირიდოთ თავიდან. წარმატებებს გისურვებთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, მიიღეთ უფასო ვიდეოები, გაეცანით სიახლეებს განათლების სფეროში, ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში. მადლობა ყურადღებისათვის.